დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. მძღოლების გაფიცვა გრძელდება. ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა კვლავ პარალიზებულია. უშედეგო აღმოჩნდა საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელობის მეორე შეხვედრა, რომელიც მერიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ მძღოლების არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე აშუქებდა შეხვედრას, დაისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. ნუცა, რა მოთხოვნები ჰქონდათ მძღოლებს და რატომ არ დააკმაყოფილა კომპანიამ არც ერთი მათგანი? დღევანდელი შეხვედრისთვის მძღოლების მთავარი მოთხოვნა იყო ყოველდღიური გადასახადის 20 ლარამდე შემცირება, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდა. რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის მონაწილეებმა აქ შეკრებილ მძღოლებს შეხვედრის შედეგები გააცნეს, რამაც მათი პროტესტი და აგრესია გამოიწვია. ხვალ 3 საათზე განახლდება საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან, მანამდე კი დილის 7 საათიდან მძღოლები ავტოპარკებთან შეიკრიბებიან. ყველა ხაზის წარმომადგენელი დილით ადრე არ დაიწეროთ, მეც მოვა სადაც მეტყვი. აიროზე გზაში ვარ კეთილში, სადაც დაშირდება ყველგან ვიდი. შეხვედრის მეორე ეტაპი თბილისის მერიას კომპანია თბილისის მიკროავტობუსისა და მძღოლების წარმომადგენლებს შორის დღეს 5 საათზე დაიწყო. კომპანია თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დრო ითხოვეს, რათა მძღოლების მოთხოვნები სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებისთვის გაეცნოთ, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, რათა სამეთვალყურეო საბჭომ მათი მოთხოვნები, მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. არ წამოვიდა კომპანია ამ შეთანხმებაზე, მარტო კი არა. შემოგთავაზა, ასე რომ ვთქვათ, უხეშიენით სავაჭრო თემა, რომ პროცენტი რაღაც დაბალი შემოეთავაზებინათ. საგზურის 30% არის ძალიან მცირე თანხა. ძალიან მცირე თანხა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა საგზურის თანხა არის თქვათ 5 ლარი ან 10 ლარი. ამ 5 ლარის და 10 ლარის 30% რაც არის იცით, ხო? 3-4 ლარი. აგრძელდება უკვე შეთანხმება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამ ეტაპისთვის კომპანია ყოველთვის მზად არის, რომ განაახლოს მოპარაკება ამ საკითხთან და სხვა გასმულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის თბილისის მერიასთან მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები უკვე აღარ არიან. ხვალ 3 საათიდან საპროტესტო აქციები გაგრძელდება ქალაქის მერიასთან. თუ როდის დაბრუნდება ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები ჯერ უცნობია. შეხვედრა, რომელიც ისევ შეთანხმების გარეშე დასრულდა, ნუცა აბაშიძე საუბრობდა მერიიდან პირდაპირ ეთერში.